საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ აქციებისას დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლების თხოვნით ქართულ ოცნებას სამჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ჯაღმაიძემ ამის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ერთსულოვნების ეთერში 31 დეკემბერს ისაუბრა. მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია იყო, რომ ისინი ვისი დანაშაულიც მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის მზია ამაღლობელი, კარგი იქნებოდა თუ გათავისუფლდებოდნენ. ჯაღმაიძის მტკიცებით, თხოვნით მან ოცნების ხელისუფლებას ორჯერ მიმართა. ერთხელ კი პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო მირაკლი კობახიძესთან ეს საკითხი თავად დააყენა. საყვედურობენ ხოლმე თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა რაღაცა იმ პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო თითქოს დააპირისპირებულია მათთან. მე გეტყვით, პირველ რიგში გეტყვით, რომ ესე იგი პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ სუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის ზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფეშიო უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა საკითხს მსვლელობა. ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაცა პოლიტიკური პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ. ჯაღმაიძემ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე საკუთარი ინიციატივით ისაუბრა. ეს იყო პასუხი გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომელიც არა აქციებზე დაკავებულებს, არამედ ქაშვეთის ტაძარში სასულიერო პირების როლს შეეხებოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ამ კონტექსტში თქვა ისიც, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციებისას ყოველ ღამეს სასულიერო პირები აქციის მონაწილეებს ტაძარში იფარებდნენ. რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშვეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო, თქვა ცრემსადენი გაზით და წყლით და ბევრი კადრებია ამის შესახებ. მამები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან რაღაცა წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ესე ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა ამას ითვალისწინებდა მე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდა ეს პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ აბსოლუტურად. რას ნიშნავს ანდრია ჯაღმაიძის ეს განცხადება და რატომ არ გაითვალისწინა ქართულმა ოცნებამ საპატრიარქოს პოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ? სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც მისი თქმით საპატრიარქომ სწორედ რუსთაველის პროტესტში მონაწილეობის გამო დასაჯა. სინდისის პატიმრები რომ დაინახო, თვითონ უნდა გქონდეთ სინდისი. სინდის გაყიდული ჯაღმაიძე და მისი ძმანი მაყვედრიდნენ, რატომ გლანძღავ იმათ, ვინც გაჩუმებულები ვართო? რა მოხდა? მორჩით ბუმბულის გარჩევა საპატრიარქოში. სინდისის პატიმრებს უსინდისოებისგან შეწყალება არ სჭირდებათ, წერს მამა დოროთე ყურაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.